ლოცავთ. როგორ ბრძანდებით? როგორ ბრძანდებით ბატონო ბიძინა? კარგად, თქვენ როგორ სიკეთე მოხდეთ, ბედნიერება მოხდეთ. დღევანდელ დღეს ყველას ლოცავთ, დღევანდელი დღე შეგეწიოთ ყველას. გამრავლოთ და გაძლიეროთ. არ მოგეწონათ. ჩემი აზრით, ეს თქვენი ნებაა, თქვენ არჩევნის საშუალება გააქვთ. ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ეხლაც რომ იცათ რომ არ მოგწონებათ, ამაში ერთს არ გავიზარდეთ. ნორმალურია, შეიძლება არ მოგწონებათ. არ მოგწონთ ჩვენი იდეები, მაგრამ საუბრის საშუალება ყველას უნდა იყოს. მაგრამ დღეს საქართველოს დიდი კულტურის ქვეყანაა, შვილო. თქვენგან არ განისაზღვრება და არც სააკაშვილის განისაზღვრება ეს ყველაფერი და სვანეთში 30 საუკუნიანი კულტურის ქვეყანაში შემოვდივართ, ერთმანეთს საუბარს არ ვაცდით. ეს სიცხვილე არ უნდა ვაჭამოთ ჩვენს ქვეყანას. არჩევანი თქვენი, კარგი. ხომ არ უნდა ისაუბროს რა? ჩვენი ქართველები არიან, არ უნდა ვიცროთ, შვილო, არ უნდა ვიცროთ, არ უნდა ვიცროთ. სიმართლე აირჩიეთ, არჩევანი გააკეთეთ, როგორც მოგწონთ. თქვენ შეგიძლიათ შვილო, ნიშაც მოგწონდეს, გეყვარდეს, არაფერი პრობლემა არ არის მაგის. აქ შეგიძლიათ მithot რომ არ მოგწონოთ. ერთ სიტყვას უფლს არ გაკადრებთ. თქვენ და გქონდეთ არჩევნის საშუალება თავისი. განსხვავებული აზრის მოსმენა უნდა შეძლოთ. არ უნდა მოახერხოთ რომ უყუროთ სხვას რომ საუბრობს. არ იკარგოთ შვილო, არ დაუჯეროთ მაგრამ სუდრამეს გასწავლეთ, სულს გეგმოთ ძალიან. ეს თქვენი ქვეყანაა, თქვენი მომავალი უნდა აშენოთ და განსაზღვროთ თქვენ. ყველას უნდა გქონდეს აზრის გამოთქმის საშუალება. აქვე შეგიძლიათ, არ შეურაცხყოფ არ მომაგონოთ, რაც არ მოგწონს, აქვე მითხარით, ვერც სიტყვას შემგან ვერ მიიღებთ. შეურაცხყოფით და ნორმალურია, ვიღაცა მოგწონს, ვიღაცა არ მოგწონს, მაგრამ საუბრის და გამოთქმის საშუალება ყველას უნდა აქვს. იცით, კარგად კარგი საქართველოს დაქვეყნებდეს, თქვენ ბედნიერი გეცხოვოთ თქვენ საქართველოს. არა, ნუ გეშინია, შვილო, მე მაგაზე არ შენზე არაფერი ცუდი საქმელი არ აქვს. მე რა მოხდა, რომ ესე იყო. თქვენ მოbrunდით ზურგით რო ხართ, უნდა მოგილოცოთ. მოაბრუნეთ ეს კაცო მიულოცოთ. რავას და ეს არის ჩვენ პატრიოტებს მივესალმები ყველას. ყველანაირი საქართველოს და ყველანაირი ქართველი გიყვარდეს. ყველანაირას მოусმინეთ. შევძლოთ ყველანაირი აზრის მოსმენა ბიჭებო. თქვენ შეიძლება მე არ მოგწონდეთ, არაფერი პრობლემა არ არის ამაში. საქართველოს გიყვარდეს, მისი მომავალი აშენეთ. შემიშვი. შვილო, თუ რამე არ მოგწონს შენში, ეს შენი უფლებაა. ეს არ მეწინება, შენი ნებაა ეს ყველაფერი. ხო, კი ბატონო, გააქვს ამის უფლება, ყველას კარგად უნდა გაარკვიო. კარგად უნდა იცოდეთ. კარგად უნდა იცოდეთ. თქვენი ნებაა, რომელი აზრით გინდათ, რომელი კაცით გინდათ ის მოგწონოს, მაგრამ განსხვავებულად შეებრძოლება. აზრის გამოსვლის მოსმენა შეგეძლო, მოსმენა უნდა შეძლო. არ მისმენთ. გილოცავ დევანდელ დღეს. ბედნიერებას გისურვებთ. აი საქართველოს ქონებოდეს, რომ ბედნიერად გეცხოვრებოდეს ქვეყანაში. აბა ჩვენი ქვეყანა საერთოა კაცი. აბა როგორში? აბა უნდა გიყვარდეს. არავინ არ გეუბნება, არ უნდა გიყვარდეს. რა თქმა უნდა. თქვენი უფლებაა აბსოლუტურად. შეურაცხყოფას უნდა მივაკეთებთ ერთმანეთს. აქვე შეგიძლიათ მითხრათ, რომ არ მოგწონს შენი პოლიტიკა. ერთ წვენობას ჩემგან ვერ დაინახავთ და ვერ გაიგებთ. მაგრამ განსხვავებული აზრის მოსმენა რომ არ გინდა და ყველით გადაფაროთ შვილო, ეს საქართველოს სიცხვილეა. ჩვენ 30 საუკუნიანი კულტურა გვაქვს. ჩვენ ძალიან კულტურული ხალხი ვართ. ეს იდეოლოგია, რასაც ეს კაცი ნერგავს, რომ განსხვავებულად დაუპირისპირდება. დამელოდე შვილო, დამელოდე. თქვენი უფლებაა, არჩევანი გაქვთ. მოიცოდე შვილო, მოიცოდე. არა, მე პოლიტიკაზე არ საუბრობ. აზრი განსხვავებული უნდა მოისმინოთ, ეს უნდა შეძლოთ. მოგილოცავთ და ერთ გისურვებთ რომ აზრის მოსმენა შეძლებოდეს. განსხვავებული. გილოცავთ დღევანდელ დღეს. რავას და ეს არის. და ეს არის რავას. აგრა დაუდგეთ. ჩვენ უნდა ვიყოთ ის ქართველები, რაც ვიყავით დღესაც და ხვალაც.
შეგეწიოს წმინდა გორიკის მადლი. წმინდა გორიკის მადლით იყავი ყოველთვის დალოცილი. ჩვენ ამას ვიტყვით რომ ვინც ჩვენ საქართველოს ხუდი დაახუროს კარგი და ასახელოს იმ პიძაზე გომბანდოს და თვალსას მისგონი და სულ გახარებულად ყოფილიყავდი. ოჯახი კარგად და შენიბად ყოფილი. ვინც ჩვენი აქტუიტას და ხალხი. საოცარი დღესასწაულია ჯერ სვანეთის და მთელი საქართველოს პირიქობაა. ულოცავ მთელ საქართველოს მიულოცავ ამ დღეს და უსურვებდი რომ ღმერთი ჩვენთან ყოფილიყოს, წმინდა კვირიკა გვხარავდეს, რომ საქართველოს გამთლიანება, გაერთიანება და ღირსეული ცხოვრება შეგვიძლებოდეს.